მოგიელთა დედაქალაქის განადგურება. არტემის უნდა შესწირო შენი უფროსი ქალიშვილი, იფიგენია. თუ არ შესწირა, ვერასცით ჩააღწევ რომ. ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების შემოქმედებითმა დასებმა მაყურებელს ერთობლივი ნამუშევარი ევრიპიდეს იფიგენია ავლის შეაჩვენეს. ანტიკური ტრაგედიების მიმართ ინტერესი არასდროს განელებულა. პრობლემები, რომლებსაც ბერძენი დრამატურგები ეხებოდნენ, მარადიულია და დღემდე უცვლელი. ამდენად, არც არის გასაკვირი თუ რეჟისორები ანტიკურ ტრაგედიებს მიმართავენ სათქმელის და საფიქრალის საზოგადოებისთვის გასაზიარებლად. გიორგი კაშიამ ამისთვის ევრიპიდეს პიესაში არჩია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ტექსტი თავიდან გააკეთა, რაც გამოწვეულია მისი დამოკიდებულებით თემის და პრობლემის მიმართ. ალბათ როგორც ყველა ჩემ დადგმულ სპექტაკლში, აქაც არის ეს მოცემულობა და ბევრი შეკითხვა, რომ შეცვლილია ბევრი რამე ტექსტუალურადაც კი. ეს არ მქონია დაგეგმილი სამუშაოს დაწყების დროს. ეს სამუშაო პროცესში აღმოჩენილი სურვილებია და მიზანი, რომელსაც მერე ემსახურება ის ტექსტი, რასაც მსახიობს თავზე. ისევ ისეთი მშვენიერი იყავი, როგორც მაშინ, როდესაც პირველად სიყვარული შემომფიცი. რაც უფრო მეტი ინტერპრეტირებული კლასიკური ცნობილი მასალა იქნება შეთავაზებული, მით უფრო საინტერესოა, რადგანაც ვფიქრობ მოულოდნელობა სწორედ ის მნიშვნელოვანი რაღაც აღმოჩენა თეატრში, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს. გაბრუნდით უკან. ქორწილი მოგვიანებით აუნიშნოთ. სამშობლოს როგორ გავატობ მოხუცო? დამიბრუნე, შენი წელი აღნაურია. ტექსტის ინტერპრეტაციაზე რეჟისორმა ვალერი ოთხოზორიასთან ერთად იმუშავა. მაგალითად ავიღოთ კამიუ, ავიღოთ სოფოკლე, ხო? ძალიან ჩაკეტილი ავტორებია, რომელსაც აქვს კოდირებული სისტემა, ძალიან ხელოვნური წერის სტილი და სადაც ვერაფერს ვერ ჩასვავებ, იმიტომ რომ რასაც სამნად ჩასვა იქნება გაუცხოვებული. და ევრიპიდე თურმე და ჩემი უნებლი აღმოჩენა იყო ეს გიორგი კაშიასთან ერთად მუშაობის დროს. ანუ ფაქტობრივად უნაკლოა ნაწარმოები, მაგრამ უცნაური ისაა, რომ სპორადულია ტექსტი. ანუ შეგიძლია ტექსტი გაწიო, ესე ვთქვათ, ნაწილები გაწიო ტექსტისა და ჩდება სერიალის სივრცე, სადაც შეგიძლია ჩადგას სცენა, რომელიც არ იყო ნაწარმოებში. ორ პერსონაჟს შორის. და პრინციპში ვაპირებ მე ჩემი დაკვირვების გაგრძელებას, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა თუ სხვა ტექსტების დროსაც დასტურდება. სიზმარი კაშიას განშლა, კაშიას ფორმა არის და აი ეს დიალექტიკა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მე ვფიქრობ ძალიან წარმატებულად არის, კარგი ხახუნი არის აი ამ ორ მომენტ შორის ამ სპექტაკლში და პრინციპში ტექსტი აი ევრიპიდეს დაწერილი ტექსტი ისე როგორც მასზე ნამუშევარი ვერსია იდენტობას კარგავს თქო, მაგიტომ ვამბობ რომ წინ გამოდის ენერგეტიკული მომენტი აი ამ მოვლენისა და ის იხობს თავის გარშემო ამ ტექსტის ნაფლეთებს. ფაქტობრივად ნაფლეთები იყო, იმიტომ რომ კიდე არსებობდა ერთი სცენა, რომელიც არის იფიგენიას და აქილევსის სცენა, როდესაც აქილევსმა იცის, რომ იფიგენია უნდა მოაკვდინო და იფიგენიამ ეს არ იცის და ზღვის პირას ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი იმპროვიზებული ტექსტია. ის ტექსტი საერთოდ ამოვარდა, აღარ შევიდა. იმიტომ რომ აი ესე აეწყო ეს ენერგეტიკულად. რა მოგეცალებული იყავი? ყველას მარჯვენას დარტყმებდი.
კარიღია თონდა ვინც კი შემოხმას დააპირებდა. ყველა დაძლევდი საშუალებას ელაპარაკა, მაგრამ არც ულუდა. დღეს თქვენ უცხერდით სპექტაკლს და აი ეს ვერტიკალი, რომელიც აიგო, ხო? პარტერის ვერტიკალი გადაკვეთილი სცენის ჰორიზონტთან, რომელიც თავისთავად ჯვარს ქმნის, ხო? ეს ხო ხელოვნურად შექმნილი ჯვარი არ არის. ეს შექმნა თეატრის არქიტექტურამ. მაგრამ სპექტაკლს მისცა ხერხემალი და მასშტაბი. და მთლიანად ანუ ეს ტექსტი, ჩვენ ასაც ვეძახთ სპექტაკლის ტექსტს, ეს შექმნილია აი ამ სივრცეში. რეჟისორის მსახიობებთან მუშაობის დროს. ანუ ჩვენი მუშაობა სინამდვილეში იყო წინასწარ მოთელვა და არა ტექსტის ფიქსირება. მამა, კარგი ხელი, ახლა მომიყვანე შენთან. მამა, ვერ გამოიყურები მშვიდად. ბევრი საზრუნავი მაქვს, შვილო. ახლა ჩვენთან იყავ. სხვაგან ნუ მიაბინებ გონებას, გთხოვ, მამა. სპექტაკლის ყურების დროს რაღაცა ახალი ჭყალებში კანონზომიერების აღმოჩენას ვაკეთებ ხოლმე და ეხლა ამ სპექტაკლის ყურებისას სქერისას რაც მე აღმოვაჩინე იყო ის რომ დრამატურგის არსება ჩავთვალოთ რომ ეს არ მესმოდა ამ სპექტაკლამდე და რა ყოფილა რა აღმოვაჩინე მე ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ რომ დრამატურგი ესე როგორც ნებისმიერი სიტყვა ხე, სიტყვა ხილი, სიტყვა ადამიანი. ეს არის რაღაცა კონდენსირებული ენერგია, რომლის განშლასაც აკეთებს რეჟისორი. და ფაქტობრივად სპექტაკლი არა ფიქსირებული სტრუქტურა არის, არამედ განშლის პროცესი არის რა. და ეს ძალიან ცხადი იყო ამ სპექტაკლის განმავლობაში, სპექტაკლის სქერისას. შენი ნებით გაუგზავნე შენ სოციალური რომ ბავშვი არ ჩამოსულიყო, თითქოს დააკილებთან დასაკონცინებდა. მაგრამ ამის შემდეგ ისევ შეიცვალე აზრი და გამოვიჭირეთ, რომ ახალი წერილი დაწერა, სადაც აცხადებს. არ მინდა ჩემი შვილის მკვლელი ვიყო. სწორედ ასე. თავიდანვე ჩანაფიქრიც ეგრე იყო, რომ დათანხმდება აგამემნონი შვილის შეწირვას, თუ კი ეს ჭირდება ტროას დაცემას ეს ყველაფერი. მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რაღაცა ბოლო მომენტში ყველაფერი უკან გადაწია. და ბოლო მომენტში, თორე თავიდანვე ხო იცოდა, თავიდანვე იტყოდა, რომ მე შვილს ვერ გავწირავ. რაღაც ადამიანმა გაიღვიძა აგამემნონში. ადამიანულმა გრძნობამ. ჰადესის ნახვას ნუ მაიძულებ, მამა. ჰადესის ნახვას ნუ მაიძულებ, მამა. ჰადესის ნახვას ნუ მაიძულებ, მამა. ჰადესის ნახვას ნუ მაიძულებ. მამა, ჰადესის ნახვას ნუ მაიძულებ. გიორგის ვეუბნებოდი, რომ მთლიანად მთელი სპექტაკლი ხომ მიყვარს და ვგიჟდები, მაგრამ ის ჩემი საფინალო სცენა ყველას მირჩევ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სცენები ძალიან ემოციურია, თუნდაც ის კუბოს სცენა, თუნდაც ის მენელაოსთან შეხვედრა და ის ძმების ჩხუბი, იფიგენიასთან საწოლ ძალიან რთული სცენა, ამაღამ შენთან დავიძინებ, მამა. რომ ამბობს და იცი რომ არ იცი რომ უნდა მოკლა. ყელი უნდა გამოჭრა და გეუბნება ბავშვი რომ ამაღამ შენთან დავიძინებ, მამა. ესეც ურთულესი სცენა იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც საფინალო სცენა. ჩემთვის არის სიგიჟემდე მიყვარს და ზოგადად ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი. შენ გლოვობდე, მე კი მიხარდე. სმადავხუბო. ხვასაცოლეს ვერ მიშოვი. ამას ნუ ისა მაგამემნონ. არტემის ჩაიბარე იფიგენიას ხეო. იფიგენია მე ჩემთვის იქ მაქვს კიდეც ანტიგონიდან მაქვს ტექსტი.
როდესაც თავის ძაღლზე ლაპარაკობს. იფიგენია სვათქმევია ეს ტექსტი და რეალურად დიდი პარალელი გავავლე ამ ორ პერსონაჟს შორის. როგორც ანტიგონე ჭეშმარიტების არსს შეიცნობს და მე ამბობს, რომ სხვანაირად გათენდაო, სხვანაირად ის ლაპარაკობს რაღაც მინდორზე, ყვავილებზე და ის ლაპარაკობს თითქოს პირველ აღმოჩენაზე ამ ყველაფერში. სწორედ იგივე ემართება იფიგენიას, როდესაც სხვა გზა არ აქვს და ვინ არის გმირი, სად იბადება გმირი, როდესაც ის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. რა მაკავშირებს მე პარისისა და ჰელენეს ქორწინებასთან? რატომ უნდა მყოფავდეს მისი ჩამოსვლა? მე ყველა სიტყვა მახსოვს, მაგრამ ხედავ შენ დაივიწყე და მოკლას მიყირე. უყურო სინათლეს ადამიანისთვის ყველაზე ტკბილია. ქვემოთ არაფერია, მამა. სად დაიბადა როგორც ქალი ჩემთვის და სად დაასრულა ბავშვობა, იმიტომ რომ სპექტაკლით მიხედვით თუ დააკვირდებით, ის ემზადება ბავშვობის დასრულებისთვის. როდესაც ის კუბოში ჯდება როგორც აბაზანაში და იწყებს საკუთარი სხეულის გამბანვას, მაშინ მე დამსახიობ სწორედ ეგ შეთანხმება გქონდა, რომ მოდი ეს დავასათაუროთ ასე, დაამთავრა ბავშვობა. იმიტომ რომ თხოვდება, მიყვება კაცს, რომელიც ძალიან მოწონს, უყვარს და თანახმა ამაზე და განიბანოს, ეხლა დაასრულოს ეს ბავშვობა. საქორწინოდ მომთავთ. აი ეს ქმნის სწორედ ტრაგედიას, რომელიც არტემის ცრემლს გაუჩენს თვალზე. ხო და ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვობა ჩემთვის იფიგენიასთვის თავდება მაშინ, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას და ყველაზე გმირულ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მე შევეწირებით ჩემს ქვეყანას. მოგწონს სადეში მოხდიანი საკუთარი ძმისშვილი, რომელიც ჩემი გამოფენების, შენი ჩემი სისხლი, ჩემი გაკიდული სხეული, შენი სამართალია. გინახავს შვილი კიდარი მამების მოდინა. პირველად რომ დავინახე და მომიწია რომ ჩამჯდარიყავ, ესე შორიდან ვიძახდი რომ მარტივია მე რა, მაგრამ უშუალოდ როცა მომიწია ჩამჯდარიყავი და წამეკითხა ეს, უკვე ემოციურად ძალიან რთული იყო. ნუ სტირი დედა. აქიებს. წადი. და აქციე დროა. ეს იქნება ჩემი სიყვარულის პასუხი. ყველაზე საინტერესო ალბათ ფინალური სცენა. რთულია ზღვარი დაიცვა. ან ზედმეტობაში არ გადავიდეს, ან კიდევ საერთოდ ემოცია ვერც შენთან მოვიდეს და ვერც შენ ვერ გასცე მაყურებლის მიმართ. ეს ხო ძალიან რთულია ეს სცენა, თუმცა ვიტყვი რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ რომ როდესაც პირველად გავიარეთ ეს სცენა, ის რაც ვიგრძენი იყო განსაკუთრებული და ალბათ მე აი ამ გრძნობაზე დაფუძნებული იყო შემდეგი ყველა რეპეტიცია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში გამოვიდა. მე გამომიცით მე თვითონ შევხვდე ჩემს ვერისებს. და თუ ჩემი ბედისწერა, ჩემი ქვეყნისთვის სიკვდილია. მე ბედნიერი ვარ. რადგან ვეწირები ჩემს ქვეყანას. ჩემს მეფეს. ცრემლებიც კი წამოვიდათ, როდესაც ამას თამაშობ და განიცდი, რთულია, რომ დაიკავო თავი, მაგრამ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი და ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი იმაზე, თუ რაოდენ უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგებია სათქმელი, ვიდრე მოსული ემოცია, რომელიც აღზრავს ცრემლს. რადგან ჩემთვის იფიგენია არ იტირებდა. პრინციპულად არ იტირებდა. რადგანაც მისი ცრემლები უფრო დაამძიმებდა ამ ყოველივეს. აქილევს ჩვენ შეიძლება გვექორწინა და მხოლოდ ამაში. მე ის მთელი სიცხადით მეყარებდა. მაგრამ არც ქორწილი და არც ვაჟი არ იქნება. ვინ გაგცემდა ღმერთებს ამ ბედისწერას აქ? არა ის დადგებოდა ჩემ წარმოსახვაში როგორც
გმირი ქალი, რომელიც იტყოდა, რომ კი არ იტიროთ, იცინეთ, რადგანაც თქვენ ყავთ გმირი ჩემი სახით და ეს გმირი დაანგრევს ტროას და საბერძნეთს აღუდგენს იმ სამართლიანობას, რომელიც დაეკარგა ჰელენეს მოტაცებით. ხომალდის მეთაურო, მოემზადეთ. ტროა უნდა დაეცეს. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. მათ მთავარი პერსონაჟები იფიგენია და აქილევსი განასახიერეს. ფიქრობ ყოველთვის, რომ ჩემ ნამუშევრებში მივცე შესაძლებლობა თეატრალურ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩამოვიდნენ რეგიონში, იმუშაონ და ისინი არ არიან თან დამამთავრებელი კურსი. ეს არის მეორე-მესამე კურსის სტუდენტები. და მგონია, რომ თუ ასე მოვიქცევით ბევრი, მაშინ ძალიან დიდი პრობლემები გადაიჭრება. ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ისინი. ნახავენ დიდ თეატრებში რაღაც მუშაობის სტილს, სპეციფიკას, სირთულეს. თვითონ სცენა, თვითონ ოზურგეთის სცენა, დარბაზი მოითხოვს ცოტა განსხვავებული თამაშის ხერხს. თუმცა არ იყო ეს დიდი დაბრკოლება, თავარია ის, რომ მივხვდით რა იყო საჭირო და ესე მუშაობაში სინთეზურად მე მგონი გავარდით და. და მე რომ გთხოვო დარჩენა. და რა აზრი აქვს? მაინც რჩი. ვერაფერი გამიგო. შენ თქვი რომ არასდროს გითხოვია ჩემი ხელი. ასე. აბა რას ნიშნავს? ეს ყველაფერი რაც ხდება? იფიგენია. აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მაგ ბავშვებს თუნდაც იფიგენიებს და თუნდაც აქილევსებს, იმიტომ ორი შემადგენლობა თამაშობ და სტუდენტების არაფერი არ ეტყობათ, ჩამოყალიბებული მსახიობები არიან. აი გულწრფელად ვამბობ ამაზე. იმიტომ რომ აი როგორ გიხდხრათ, შინაგანად სუფთა ბავშვები არიან. აი ყალბები არ არიან, თამაშობდნენ როგორც აი რა კარგი გამოცდილი მსახიობები. ჩვენ დავხვდნენ, არ ვიცი, განსაკუთრებულად მართლა მიგვიღეს და ჩვენ შეგვიყვარდნენ ისინი, არა მხოლოდ პატივისცემა, ჩვენ შეგვიყვარდნენ, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით და დარწმუნებული ვარ ამ პროექტის მერე ძალიან ვიმეგობრებთ და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. და ამისთვის მადლობა მინდა გადაუხადო მათ. ჩემო მითხარი. მართლა აპირებ ჩვენი ქალიშვილის მოკლას აკადემიო. ვიბასუხე. მენელაოსის და ელენას გამო. რატომ უნდა მოკლეს ჩვენი ქალიშვილი აკადემიო? სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მსახიობების ერთ გუნდად შეკვრა და ერთ ენაზე ამეტყველება, ალაპარაკება რეჟისორისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. მართლა განსხვავდება სკოლები ერთმანეთისგან და უნდა შეთავაზო ორივე, სამივე, ოთხივე მხარეს რაღაც იდეალური მოცემულობა, იდეალური სამეტყველო რაღაცა ენა, რომ ერთნაირად ალაპარაკობენ. და საინტერესო ამაში სწორედ კიდევ ის არის, რომ ისინი მათ დიდ გამოცდილებას უზიარებენ. და რას გულისხმობ? როდესაც მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, როდესაც უკვე გამოცდილი მსახიობი აქვს, ძალიან დიდი ისტორია, პალიტრა, ბევრი როლი აქვს გაკეთებული. მას კარგად ესმის უკვე რეჟისორების, რადგანაც მან კარგად იცის რა სჭირდებათ რეჟისორებს. და ის სტუდენტებს, რომლებიც პირველად ეხებიან დიდ დრამატურგიას, დგებიან სცენაზე და უწევთ დაბადება ამ სცენაზე, როგორც მსახიობები ახლა იბადებიან. აი ისინი პირველი ემოციით ახდენენ ამ ყველაფრის გათამაშებას. აი ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო და განსხვავებული ეს ორი სეგმენტი.
ქოროს გიორგი კაშიამ განსაკუთრებული როლი დააკისრა. მას ღვთაების ფუნქცია შეუთავსა. იგი ერთგვარად განსხეულებული ღვთაება არტემისია. მე გავაკეთე მადრე ბრეხტის პიესა „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, სადაც ღმერთები ჩამოდიან დედამიწაზე. ამ პარალელმა განსაზღვრა ის, რომ არტემისი ადამიანის ამ ქალბატონის სახით მოგვევლინა და არტემისიც კი ატირდა ერთხელ, როდესაც იფიგენიას ეგონა, რომ ის უნდა გათხოვილიყო და ამ დროს მამა უმზადებდა იმ სარეცელს, სადაც მსხვერპლად უნდა შეწირულიყო და შემდეგ მეორე ეპიზოდში ვხედავთ, რომ ცრემლს იწმენს, მაგრამ მე არ მინდოდა ეს ცრემლის მოწმენდა ყოფილიყო ძალიან სახიერი და ესე აქცენტირებული. და მე ქალბატონ თამართან დინარაძისთან ძალიან ნიჭიერ მსახიობთან ეს უთხარი და მან იგრევე მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი და იმ წამსვე ჩვენ შორის ეს შეთანხმება მოხდა, რომ თქვენ ისე უნდა მოიწმინდოთ ცრემლი, რომ თითქოს თვალში რაღაც ჩაგივარდათ. და ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ეტირება, მაგრამ თითქოს თვალში რაღაც ჩაუვარდა. ამიტომაც საინტერესო ამ შემთხვევაში იყო ის, რომ არტემისი, რომელიც ამას მოითხოვს, თავადაც კი ტირის იმხელა ტრაგედია ისადგურებს ადამიანური მის თვალწინ. არტემის! ძნელი ყოფილა. ადამიანად ყოფნა. წავედით! ზოგადად ღმერთები ძალიან ეგოისტები არიან და არ პატიობენ ადამიანებს მათზე შეჯიბრებას და რა თქმა უნდა არტემისი ერთ-ერთი თითქოს ძალიან მშვენიერი, მაგრამ თანამედროვე დაუნდობელი ღმერთი არის. ამიტომაც ის ბოლომდე ითხოვს იმას, რომ პასუხი გაეცეს იმ შეჯიბრებას, რომელიც ადამიანმა მის მიმართ რაღაც გამოხატა. ამიტომაც ხო ვფიქრობ მეც, რომ თავის ადგილზე დგას ეგ სიტყვები, რადგანაც ჩემი თავარი ამოცანა ეგ იყო, რომ ღმერთი ატირებულიყო ადამიანის ტრაგედიაზე და ეთქვა ბოლოს, რომ ძალიან რთული ყოფილა ის. იმაზე რთulis კი შეიძლება, ვიდრე ჩემი ცხოვრება, რომელიც მარადიულია. კაშიამ ბოლოში გვითხრა, საერთოდ რისი თქმა უნდა და ამ სპექტაკლით. ფაქტობრივად სტურვამაც იგივე გააკეთა პრომეთეს დროს. იქ უთხრა, რომ ბოდიში რომ იმედი დაგაკელით და კაშიამ თქვა, რომ როგორი ძნელი ყოფილა ადამიანად ყოფნა. და ფაქტობრივად აი მაგითი უპოვა ჰორიზონტი აი ამ კონფლიქტს. რომ მან თქვა, რომ ამის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულებაა ზუსტად ის, რომ არსებობს სიტუაცია, როცა მამას არ შეუძლია, რომ ქალიშვილი მოკლას. ამიტომ იფიგენიას ტრანსფორმაცია, რომელიც მოხდა და მაგან აიღო, თქვათ ესე ვთქვათ, პატრიოტული ტვირთი საკუთარ თავზე, მე ჩემი აზრით, ჩემი მოგზაურობრივი აზრით, აი ამ მამის მამის მხრიდან მოგდნების აუცილებლობა ჩაიკარგა, როგორც ჭრილი ისე გამოჩნდა. ხიდან ხის ჭრილი, ხის გვერდით. და მაგიტომ ლანდშაფტურად და წმინდა მხატვრული თვალსაზრისით ძალიან კარგი ფინალური გადაწყვეტაა ჩემთვის. და მაგის გამო ძალიან ვაფასებ კაშიას, იმიტომ რომ ეცადა რომ გაეკეთებია დასკვნა. არა მხოლოდ გაეკეთებია და განშლა, არამედ გაეკეთებია აი რაციონალური ტვინით მოწოდებული დასკვნა. აი მაგის უნარი როცა აქვს, მაშინ მას შეიძლება ნებისმიერ თემას შეეხოს. დაიღუპოს მენელაოსი და მისი უბედურება. სპექტაკლის მსვლელობისას ხშირად ისმის ტროა უნდა დაეცეს, რაც უნებურად გვახსენებს კატონ უფროსის ცნობილ ფრაზას კართაგენი უნდა დაინგრეს.
ეს არის გარდაუვალი მოცემულობა იმისათვის, რომ აღდგეს სამართალი. აღდგეს სამართალი, რომელსაც გვთავაზობს სამყარო და შემდეგ ჩვენი პირადი რაღაცა მორალი სურვილი, რომ ჩვენ უსამართლობის ეპიცენტრში აღმოჩენილებს ყოველთვის გვჭირდება, რომ აღდგეს სამართალი. შესაბამისად, საბერძნეთიც ძალიან როგორ თქვა, თავსლაბ დასხმული ჩირკმოცხებულია ამ შემთხვევაში და ის ბავშვი, ხალი, მოხუცი მნიშვნელობა არა, ყველა არის მომართული ერთი მნიშვნელოვანი სურვილისკენ, რომ ტროა უნდა დაეცეს აუცილებლად, რადგანაც აღდგეს სამართალი. სამართლის აღდგენა რეალურად ხდება მაშინ, როდესაც დაეცემა უსამართლო და პასუხი გაეცემა უსამართლობას და არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის მაგალითიც არსებობს ძალიან დიდი ფაქტორები, სადაც ამ დრომდეც კი ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები ერთ რუსეთს და ვფიქრობ, რომ როგორც ტროა უნდა დაეცეს იმის გამო, რომ აღდგეს სამართალი. ჩემი ჩანაფიქრი და გამოძახილი სწორედ ეგ იყო. პერსონაჟებს სხვადასხვა ეპოქის კოსტუმები აცვიათ, სხვადასხვა ეპოქის ატრიბუტებს იყენებენ, რაც პრობლემის მარადიულობას უსვამს ხაზს. ყველა ეპოქაში რაღაცა იგივე არის ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ იცვლება ტანის ამოსი და გაჩეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დანარჩენი არაფერი არ იცვლება სამყაროში, ამიტომაც კლასიკის მნიშვნელობა ამით ამოიხსნება. კლასიკას ეს მახასიათებელი აქვს, რომ შეიძლება მიცე ყველანაირი ინტერპრეტაცია, მაგრამ არ შეცვალო ის მნიშვნელოვანი თემატიკა, საკითხი, რაც საინტერესოა და რაც ყოველთვის იქნება სადამდე ადამიანი იარსებებს. სადამდე ორი ადამიანი იარსებებს, ყოველთვის იქნება პრობლემა, ყოველთვის იქნება სურვილი, ყოველთვის იქნება ტრაგედიაც და ფიქრობ, რომ საბერძნეთი ბედნიერია შენით და შენ საბერძნეთით. თუმცა ღმერთები ცუდად გიქცევი. ახლა, როდესაც ვხედავ შენს კეთილშობილ ბუნებას, უფრო მეტად მიძლიერდება სურვილი, რომ ჩემი ცოლი გახდა. შეხედე. მინდა დაგეხმარო და სახლში წაგიყვანო. დაფიქრდი. სიკვდილის საშინელი უბედურება. და რატომ არ უნდა თქვას ვინმე სიმართლე? მე უარს ვამბობ ტროაზე. მე უარს ვამბობ ტროაზე! 25 საუკუნის წინ დაწერილი პიესა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია ისიცაა, რომ დასაბამიდან დღემდე ადამიანის ბუნება არ შეცვლილა. ვერც ერთმა რელიგიამ ვერ შეძლო მისი სულის საბოლოოდ გაკეთილშობილება. საკუთარმა შეცდომებმაც ვერაფერი ასწავლა. თაობები იცვლებიან, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება სამყაროში, მაგრამ მონტეგები და კაპულეტები მაინც ხვალ დაპირისპირებული ფრთება იქნება ერთმანეთისთვის, რომელსაც შეეწირება ეს დიდი სიყვარული. მე ასე მგონია და ბედისწერა ყოველთვის მოგაგნებს ყველგან რა რელიგიის აღმსარებელიც არ უნდა იყო და ალბათ რელიგია ყველაზე მეტად ამართლებს ბედისწერის არსებობას, ჩემი აზრით. უბრალოდ ჩვენ სახელი დავარქვით მას. როგორც ოიდიპოსი ვერ გაექცევა ბედისწერას და როგორც აგამემნონი ვერ გაექცევა ბედისწერას, რადგან უნდა აღსრულდეს და უნდა დაეცეს ტროა, ასევე ჩვენც საკუთარ პირად ცხოვრებაშიც, პირად მოცემულობებშიც ვერ გავექცევით ბედისწერას, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეთ და სადაც არ უნდა დავემალოთ, მაინც
მოგვაგნებს და აღასრულებს იმას, რაც უნდა აღსრულდეს. და საინტერესო რა არის ჩემთვის, როგორც ყველაფერი გრძელდება და როგორც ყველაფერი გრძელდება უსამართლოდ. ეს უსამართლობა აღმოვაჩინე მაშინ, როდესაც ოდისეაში უკითხულობდი, როგორ ამბობს ჰელენე, რომ მენელაოსთან ერთად, რომ ხო იმ ბარბაროსებმა რომ ტვინი გამომირეცხეს და თითქოს რაღაც ტვინი გამოურეცხეს, რაღაც ჩაუტარეს და ისე წაიყვანეს მოტყუებით და აი დავბრუნდი. ანუ ამ ხელა მსხვერპლ შეწირვის შემდეგ ქალი, რომელიც ისევ ცხოვრობს მენელაოსთან და ამ ისტორიას რაღაც სამარცხვინოდ აყალბებს. ეს იყო იმედგაცრუება ჩემთვის მიმოხილვის დროს მოვლენათა რიგს, როდესაც ამის შემდეგ რა მოხდა, იმის შემდეგ რა მოხდა, იმის შემდეგ რა მოხდა. ასე გრძელდება ცხოვრება ჩვენ ცხოვრებაშიც.